ერაყში. ერაყმა ახლახან დაასრულა რამდენიმე თვიანი პოლიტიკური პარალიზება. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ახალი მთავრობის დამტკიცებისკენ ნაბიჯი გადადგა, თუმცა ეს მოხდა ძალიან ძლიერი რეგიონული ზეწოლის ფონზე. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ალი ალ-ზაიდიმ წარადგინა თავისი მინისტრობის კანდიდატები, რაც პირველი რეალური ნაბიჯია იმ ჩიხის დასასრულებლად, რომელიც გასული წლის არჩევნების შემდეგ გაგრძელდა. მაგრამ ეს მხოლოდ ბაღდადის პოლიტიკას არ ეხება. აშშ აქტიურად ცდილობს, რომ ირანის მხარდაჭერილი მილიციები მთავრობისგან გარიყოს, მაშინ როცა თეირანი არანაკლებ აქტიურად ცდილობს თავისი გავლენის შენარჩუნებას. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ირანის ეკონომიკა კვლავაც განიცდის რეგიონული დაძაბულობის შედეგებს, რამაც ნავთობის მიწოდება დაარღვია და ქვეყანა სერიოზული ფინანსური წნეხის წინაშე დააყენა. ეხლა ჩვენთან ერთადაა მაიკლ პრეჟიენტი, ის ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების კონსულტანტია. მაიკლ, აგვიხსენი ეს დეტალურად. მთავრობის ფორმირება ხდება როგორც ვაშინგტონის, ასევე თეირანის მხრიდან ძლიერი ზეწოლის ფონზე. რამდენად აქვს ალ-ზაიდის მსგავს ფიგურას რეალურად შესაძლებლობა ასეთ გარემოში დამოუკიდებელი კაბინეტი ჩამოაყალიბოს? როცა სადაზვერვო თანამეგობრობაში მუშაობდი, ჩვენი ამოცანა იყო შეგვესწავლა ირანის გავლენა სამინისტროებსა და პრემიერ-მინისტრის ოფისში. და ორი ადამიანი იდგა ეკრანზე მარცხნივ, ახალი პრემიერ-მინისტრი ზაიდის გვერდით ერაყიდან. ერთი, რომელიც ტურბანს ატარებს, არის ქაის ხაზალი, ტერორისტად აღიარებული ასაბაჰ ალ-ჰაკის ლიდერი. იმ დაჯგუფებისა, რომელმაც ამერიკელები მოკლა ფორმირებული გამჭოლი მუხტების გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ ის პირდაპირ თქვენს ეკრანზე ნახოთ. ხოლო მის მარჯვნივ ოფი არის ჰადი ალამირი, ბადრის კორპუსის ლიდერი, რომელიც ირანის მთავარი პროქსი ძალაა ერაყში. ასე რომ ზაიდი აქ უკვე თეირანის გავლენის ქვეშაა, ამ ფოტოზეც კი. ეს შეურაცხყოფაა ამერიკის პრეზიდენტისთვის. მოდით ვაჩვენოთ ამ პირებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს ახალი პრემიერ-მინისტრი დაარწმუნოს, რომ ეს პირები მთავრობიდან გაიყვანოს. მოდით ვაჩვენოთ ის პრემიერ-მინისტრთან ერთად, რადგან ამერიკელებმა არ იციან, ვინ არიან ეს ადამიანები. და ეს არის პრემიერ-მინისტრი მალიკი, რომელიც იჯდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მალიკის გვერდით, ზაიდის გვერდით. ზაიდი მალიკის კაცია, ერაყში. ეს არაფერს ნიშნავს ირანის გავლენის შეზღუდვის თვალსაზრისით. ეს უბრალოდ დასავლეთისთვის შექმნილი სახეა, რომელიც ისევ თეირანის კონტროლქვეშაა. და ამ სურათში, ამ ფოტოზე, 5 ოფიციალურად ტერორისტად აღიარებული პირია და ერთი პრემიერ-მინისტრი მალიკი, რომელიც ფაქტობრივად ყველაფერს კულისებიდან აკონტროლებს. მართალია. ეხლა ვხედავთ, რომ გამოდის ცნობები, სადაც წერია, რომ ახალი ერაყის პრემიერ-მინისტრი ფიცი დადო ნაწილობრივად დაკომპლექტებულ მთავრობასთან ერთად, მას შემდეგ რაც პარლამენტარებმა კვლავ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ნიშნულ პოსტებზე. როგორ აისახება ეს ბოლო ცნობები? მინდა უფრო კონკრეტულად გითხოთ ამაზე, რადგან ეს მართლაც ძალიან საინტერესო მოვლენაა გასული კვირის განმავლობაში. როგორ აისახება ბოლო ცნობები იმის შესახებ, რომ ისრაელის ბაზა დაარსდა ერაყის უდაბნოში, რასაც თითქოს აშშ უფარავდა. იმაზე თუ როგორ ხედავს ერაყი მომავალ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და საბოლოოდ რა გავლენა ექნება აშშ-ს მომავალ მთავრობაზე? ყველაზე დიდი საფრთხე ამ რეჟიმისთვის ბაღდადში არის ჩვენი ურთიერთობა ქურთებთან ჩრდილოეთში. მე არ გულისხმობ PUK-ს, მე ვგულისხმობ KDP-ს, ბარზანის ქურთებს. სწორედ იქ იყო ისრაელის ბაზა, ის მათ ტერიტორიაზე იყო. სწორედ იქ ჰქონდა ყველაზე დიდი წარმატება წარსულში, ალ-ქაიდას, ISIS-ის და შიიტურ მილიციებთან ბრძოლაში. მაგრამ ეს ორი მნიშვნელოვანი პოსტი, რომლებიც ეხლა კონფლიქტშია, არის თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ორივე ეს პოსტი მნიშვნელოვანია, რადგან ირანის მარიონეტული ძალები უკვე არიან ერაყის მთავრობის შიგნით. მათ უკვე აქვთ უპირატესობა შინაგან საქმეთა სამინისტროში და აქვთ უპირატესობა თავდაცვის სამინისტროში. ასე რომ, როდესაც პრეზიდენტი მოითხოვს ერაყის პრემიერ-მინისტრისგან, რომ გადაადგილოს ეს მილიციები, განაიარავოს ისინი, შეამციროს მათი შესაძლებლობები, მაგრამ გადაიყვანოს ისინი მთავრობაში, ისინი უკვე იქ არიან, მათ უკვე აქვთ უპირატესობა. ისინი შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი ამერიკული სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ერაყის მთავრობას. და ამერიკული დოლარები მიდის ერაყში, რომლებიც პირდაპირ ამ მილიციებს მიეწოდება და ისინი დაახლოებით 50%-იან გადასახადს უხდიან ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსსა და მის ქუცის ძალებს. ისიც ახლა არსებული ცნობები მიუთითებს, რომ ამერიკის ზეწოლის ქვეშ არც ერთი ადრეული მიმინისტრობის კანდიდატი არ არის დაკავშირებული ირანის მხარდაჭერილ დაჯგუფებებთან. ფიქრობთ, რომ ეს არის რეალური ცვლილების დასაწყისი ერაყის შიდა ძალთა ბალანსში, თუ უბრალოდ დროებითი კორექტირებაა, რომელსაც ახლა ვხედავთ? ეს მხოლოდ გარეგნულია. გარეგნულია ისიც, რომ ზაიდი, პრემიერ-მინისტრი, შეარჩიეს მილიციებმა, შეარჩიეს იმ პარტიებმა, რომლებიც ვალდებულნი არიან.
ირანის წინაშე. ეხლა ის ბიზნესმენია, ასე რომ მისი კორუმპირება შეიძლება. მასზე გავლენის მოხდენა ალბათ უფრო შეერთებულ შტატებს შეუძლიათ, ვიდრე ირანს, რადგან ირანი დასუსტებულ მდგომარეობაშია, მაგრამ ის ძლიერი ლიდერი არ არის. ის არ გადადგამს ნაბიჯს, რომ ერაყის სამხედრო ძალები მილიციების წინააღმდეგ გამოიყენოს. მას არ შეუძლია, რადგან ერაყის სამხედრო ძალების უმრავლესობა, მათი მეთაურების, უკვე ბაათისტური ბირთვის მეთაურები არიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი უკვე დაკავშირებულნი არიან ირანის პროქსისთან. ასე რომ, ეს მხოლოდ ფორმალურია, არც ერთი ეს არ აქვს მნიშვნელობა. ეს ძირითადად ერავის უკეთ წარმოჩენის საშუალებაა. მაგრამ როცა პრეზიდენტი ამ პრემიერ-მინისტრს მხარს უჭერს, ფაქტობრივად მას გამოსაცდელ ვადაზე აკენებს. ის არ აპირებს მისთვის თავისუფალი ხელის მიცემას. ის აფრთხილებს მას, რომ ნებისმიერი დარღვევა იმისა, რაც აშედეშოს სურს, სწორედ ამიტომ დგას ქაის ღაზალი მის გვერდით. ის კაცი თეთრი ტურბანით ამერიკებს კლავდა. ქასემ სოლეიმანին ის ერაყში ერთ-ერთი მილიციიდან გამოიყვანა და აიძულა თავისი საკუთარი მილიცია შეექმნა. ქაის ღაზალი ოფიციალურად ტერორისტად არის გამოცხადებული და ის არჩეული პრემიერ-მინისტრის გვერდით დგას და ეს ბევრს ნიშნავს. ეს ყველაფერს ამბობს.